მოგესალმებით მეგობრებო ყველას. ეხლა რაღაც უცნაურ გარემოში შემოგიერთდით. ალბათ გაგიკვირდებათ ჩემს ახალმოყურებელებს. ერთი სიტყვით მაინტერესებს ჯერ თუ ისმის კარგად, იმიტომ რომ მიკროფონი მიკეთია და მიკროფონი ცოტა შეიძლება არ იყოს დაკავშირებული კამერასთან და დამიწერეთ თუ თქვენ გესმით ჩემი ხმა. მანამდე დავპატიჟებ ყველას და აგიხსნით რაშია საქმე ახლა რას ვაკეთებ მე. ყველა. ვისაც გაინტერესებთ მეგობრებო, ანბანდ გაშლა. მე აქ არ ვაკეთებ, არ ვშლი ტაროს და არ ვშლი რაიმე სხვა სახის კარტებს, არამედ მე ვშლი ანბანდს. და რა ხდება, მე ამას ვაკეთებდი ადრე, გახსოვთ ალბათ, როდესაც ჩვენ მკითხეთ თუ რა შეიძლება რომ გააკეთოს საქართველოს და რა შეიძლება საქართველოს მოსახლეობამ გავაკეთოთ და რა გვაქვს შესაძლებელი იმისათვის რომ საქართველოს რამე ეშველოს, თუ გახსოვთ, მაშინ ძალიან კარგი რჩევები მოგვცა ანბანმა, ქართულმა ანბანმა, მეგობრებო და აი ახლა გავიდა ალბათ 1 წელი და კიდევ მომივიდა ეს იმპულსი, რომ საჭიროა ვკითხოთ ჩვენს ანბანს. ეს არის ქართული ანბანი, აი ესეთი სახის. ერთი წუთით განახებთ ახლავე. აი ესეთი სახის ანბანი არის მეგობრებო. ბავშვებისთვის ვიყიდე 33 წყვილი ბარათია შიგნით, აი მოგიმზადეთ ნახე რა ლამაზად, ტაროს გამშელებს რო აქვთ ხოლმე, ხო იცი და რაღაცა მომეწონა რა ის ამპლუა, რასაც ტაროს გამშელები აკეთებენ ხოლმე და ნახე მოგიწყვეთ. ეს არის ამას ქართულად არ ვიცი რა ქვია. ამით ამზადებენ პივას. ეს არის რა ქვია, სვანეთიდან წამოღებული კრისტალი, რომელიც ვიპოვეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ეს ჩემმა მეუღლემ ჩამომიტანა ჭაჭუნადან. ეს ზღვაზე ნაპოვნია და ეს აქ ჩვენს ტყეში მოძიებული გირჩია. აი ნახეთ რა ლამაზად მოგიწყვეთ მეგობრებო. ეხლა რაც შეეხება ქართულ ანბანს, ეს არის ფიფკი, რომელი ანბანიც, აი ეს მთლიანი ქართული ანბანი, ჩვენი 40 ასობგერა ქართული დამწერლობა, აი ეს მთლიანი ასომთავრული მოთავსებულია ამაში. და წარმოიდგინეთ, რომ თითოეულმა ასობგერამ, რომელიც დავიწყე თვითონ უნიონიდან და ჩავსვი ერთ სივრცეში, აი აქ უნიონის ვიე არის შიგნი მოთავსებული, ნახეთ, აი აქედან დავიწყე და დავატრიალე, ბრუნი გავუკეთე. ნებისმიერი მხრიდან შეგიძლიათ გავუკეთოთ ბრუნი, გინდა აქეთ, გინდა იქეთ, ეს იღებს ერთ ფორმას. ეს არის ქართული ანბანი, რომელიც წარმოქმნა თითოეულმა ჩვენმა ქართულმა ასობგერამ, ერთ სივრცეში მოთავსებულმა და მისი ფიგურა, რომელიც ქმნის ფიფკს, არის სწორედ სიდონის დამსახურება, რომ ეს ჩვენ გავმართეთ. რაც შეეხება ახლა მეგობრებო ქართულ ანბანს, ეს ნიჭი გამეხსნა სწორედ როდის გამეხსნა, არ ვიცი, მართალი გითხრათ, არ ვიცი. ერთადერთი ის ვიცი, რომ ამ ქართულ ანბანს აქვს თავისი ენერგეტიკული ძალიან დიდი სიხშირეები და დაახლოებით 2014 წელს გაიხსნა ჩემთან ქართული ანბანის რა ქვია ნიჭი, თუმცა 2014 წლიდან მოყოლებული 2021 წლამდე მე ამას აქტუალურად არ ვუყურებდი, არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა როდესაც საქართველოში დავბრუნდი გერმანიიდან, ინტენსიურად დაიწყო ქართულმა ანბანმა ჩემთან საუბარი, გახსნა ანი და ჰოე, რასაც ქვია, ანი და ჰოეს საუბარი მაშინ გავიგე თუ რას ნიშნავს ლაზარეს ენა და იმ დღიდან მოყოლებული მევწერ ლაივებს და ამ ლაივებს შემდეგ YouTube
არხზე Liquid Dogma თან არის live-ში ვტვირთავ. შეგიძლიათ შეხედოთ, იქ ასევე არის ქართული ანბანი ლაზარის ენა. Playlist-ი არის უამრავი playlist-ი შექმნილი, ძირითადად თეოლოგიურ, ეზოთერულ და შინაგანი სივრცეში მოგზაურობაზეა ეს ვიდეოები დამყარებული. რა თქმა უნდა, ისტორიული საკითხებიც არის ამ ჩემს გვერდში Liquid Dogma, გვერდზე უпроსტად Liquid Dogma და აი სწორედ ახლა მინდა დღეს რადგან ესეთი ახალი ერაში გადავდივართ და გადავედით ახალ ერაში, მინდა დღეს რომ ვკითხო ქართულ ანბანს, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ჩვენ პოზიტიურად შევხვდეთ ახალ ერას. თუ ისმის ხმა, მეგობრებო, შორიდან ისმის თუ კარგად ისმის ხმა, მომწერეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. აი, ახლა მე ესე გავაკეთებ. ნახეთ, აი ესე და დავიწყოთ გაშლა. მე მინდა ამით, ეს არ არის მეგობრებო მკითხაობა და მინდა კიდევ ერთხელ დაგაწნაროთ იმაში, რომც იყოს მკითხაობა. პირველ რიგში გეტყვით ისეთ რამეს, რომ ბერმა გაბრიელმა, როდესაც ის მოღვაწეობდა ბეთანიის ეკლესიაში, გაიცნო ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც შემდეგ იგი შეიფარა და მას ეხმარებოდა მატერიალური კეთილდღეობისთვის. ეს ქალბატონი იყო ნათელმხილველი და ამით გამოიმუშავებდა ფულს. ბერმა გაბრიელმა ეს ნიჭი, რა თქმა უნდა, თავის თავში გამოიძახა და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა იმაში, აი ამ სწორედ ამ ნათელმხილველობით და მკითხაობით და აპოვნინა თავისი თავი. ასე რომ მე რომ მკითხოთ, არის თუ არა ეს ნებადართული იესო ქრისტეს მიერ, კი ნებადართულია, რადგან როდესაც მას მოწაფეები ეკითხებიან, რომ არსებობს ქალბატონი, რომელიც არის ნათელმხილველი და ის იესო ქრისტეს სახელით კურნავს ხალხს, კი ეკითხებიან მოწაფეები, რა გავაკეთოთ და როგორ ვიფიქროთ ამ ქალზე, არის თუ არა ის ჩვენიანი, იესო ქრისტე ეუბნება, ის ვინც ჩვენი სახელით კურნავს, ჩვენიანია. ხო? კარგად ისმის, მადლობა. ის ვინც იესო ქრისტეს სახელით კურნავს, იესო ქრისტეს საძმოს წევრია, მეგობრებო და ეს დაიმახსოვრეთ და იყო იქ კომენტარები, რომ აი ეს მჩხიბაობს და რა ქრისტიანობაზე გველაპარაკება და რაღაცა და არა, მეგობრებო, ჩარჩოებში ნუ მოიქცევით, ქრისტე არავის ჩარჩოებში არ აქცევს. ქრისტე პირიქით ცდილობს, რომ ყველა ნიჭი, რაც ადამიანშია, გამოავლინოს პოზიტიურად და რა თქმა უნდა, ქრისტეს სახელით განკურნოს, ხო? ხო, დავიწყეთ, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა ახლა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ზეციურ სამყაროს, რომ ჩვენ ქართული ენა შემოგვინახა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს პირველ და სავარაუდოდ კი არა და ბოლო პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომ ეს ქართული ენა არა, ჩვენ საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ გვექნებოდა რა ნიჭის მფლობელები ვართ, რა ანბანის მფლობელები ვართ და რა ენის მფლობელები ვართ და ამინს რატომ გავიძახით. მადლობა ამისათვის ყველა იმ ადამიანს, ვინც 9 აპრილს შეეწირა, ვინც ამ ქართული ენისა და ქართული ასობგერებისთვის იომა და ვინც ამისთვის მოკვდა და ვინც ამას ყურადღება მიაქცია და არა სხვაგვარად რომ მე რაო არ თქვა, როგორც აგერ აწუკვე მიცვალებული, ხო, რო უკმინო არ შეიძლება, მაგრამ უნდა გამოვიდეს ყველა ის სიმართლე, დავიშალოთო, რომელმაც თქვა და რომ არა ზვიად გამსახურდია და რომ არა ის ხალხი, რომ დედიკო აქ მიმოხვალ ძალიან ხო რა, ეხა რაღაცას ვაკეთებ და ცოტა ხანი რა, იქით შეერთეთ, იქითაც არის შტებსელები და აც უკვე
გმირად შერაცხული ყველა ის ადამიანი, ქალბატონი და მამაკაცი თუ ბავშვი ჩვენთან არის და არის აი აქ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ამენით, ჩვენ საუბრობთ ამენით და ჩვენ ამენით სულდგმულობთ. კაი, ეს იყო შესავალი, მეგობრებო, დავიწყოთ ახლა. ქართულ ანბანს დიდი მადლობა, ყველა ანგელოს დიდი მადლობა, რომელმაც ჩვენ ეს ენა შეგვასწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაისაჯნენ უფალთა უფლისგან, ენოქის წიგნის თანახმად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მართლაც ამისათვის დაისაჯნენ, შემდეგ კაცობრიობა გაწყდა, მინდა მაინც მადლობა მოუხადო ყველა იმ წარმომადგენელს, ვინ ჩვენ ქართული ანბანი შემოგვინახა და მოგცა და შემოგვინახა. მოდი ვკითხოთ ესეთი რამ, ანუ თან ესეთ რაღაცას გავაკეთებ. მე ჩავიწერ აქ კითხვებს, თქვენს მიერ დასმულ კითხვებსაც, რა გაინტერესებთ ახალ ერაში რა უნდა გავითვალისწინოთ. ანუ ჩემი კითხვა არის ეს ძირითადად, რომ ახალ ერაში რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ჩვენ გამართულად შევხვდეთ, სწორად შევხვდეთ, იესო ქრისტეს თანახმად შევხვდეთ და მართებულად შევხვდეთ ახალ წელს. ის ახალ ერას უბრალოდ. რა უნდა გავითვალისწინოთ? დავიწყებ. თუ გაინტერესებთ, მეგობრებო, ვინ მასწავლა ეს საკითხი, არავინ. ეს უბრალოდ გაიხსნა ეს ნიჭი ჩემში. და მე მიყვარს საერთოდ ბევრ სფეროში ჩახედვა და ტაროსაც ჩავხედე, როგორ შლიან და რა პრინციპი აქვთ მათ. თუმცა ტაროთი მე ნამდვილად არ დავინტერესდი, მაგრამ დავინტერესდი იმით, რომ ქართული ანბანი რას გვეუბნება თითო ასობგერა ხსნის იმხელა ინფორმაციებს, რომ ვიფიქრე, რომ ქართულ ანბანის იქით ტარო არის რაღაცა სასაცილო, რომელიც ვერ შეედრება ქართულ ანბანს. არა, მე ტაროს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, სასაცილო იმ მხრივ, რომ იმდენი ინფორმაციას ტარო ვერ მოგცემს, რამდენი ინფორმაციასაც ქართული ანბანი მოგცემს და აქედან გამომდინარე ვცადე პირდაპირ ეთერში, რომ ეს ნიჭი გამეხსნა და მართლაც გაიხსნა და ძალიან ბევრი ინფორმაცია წამოვიდა. ასე ვფიქრობ, რომ დღესაც ძალიან ბევრი ინფორმაცია წამოვა. ამოვიღებ ახლა 3 ღმერთის ამობითალის და 3 ბარათს, ენი, რკო, ანუ რაე და ინი. ჩვენ ამოგვივიდა ხა აქ ენი, რაე, ინი. და რა თქმა უნდა, ამაში თქვენც მომეხმარებით, სიდონებო, ვისაც გაინტერესებთ. ენი, ესე იგი, ხსნის, ესე იგი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ენასთან ვართ. თუმცა ენას აქვს, აი ნახეთ, როგორი ფორმა აქვს აქ. ეს არის მაჩვი, თუ არ ვცდები, ეს არის მაჩვი. არა, ამას ქვია ეზე იწყება. რაღაცა მოიცადე, რა ქვია მაგას? არ ვიცი. ზუსტად აღარ მახსოვს, რაღაცა ენოქიო თუ ენ. ხო და ამიტომ ჭირდება ახლა რომ ვიპოვა მაგის მეორე ნაწილი. ვიპოვი მეგობრებო, მანამდე გაიხსნება კიდევ ინფორმაცია. რკო მეგობრებო არის მუხიდან, მუხა არის ერთ-ერთი უძლიერესი ხე, ვიცით, ეზოთერიკაშიც და ასევე ლიტერატურაშიც
პოეზიაშიც, პროზაშიც რკო არის ძალიან საინტერესო ფიგურა. მით უმეტეს რკოს, ანუ მუხის ნაყოფი, ხო? მუხის ნაყოფი უკვე ნაყოფია, ეს მომდინარეობს ხიდან, რომელიც არის უძლიერესი ხეთა შორის და ჩვენ ვიცით, რომ ენა არის ხესთან დაკავშირებული. ხეთები, იმიტომ გვერქვა ჩვენ მეგობრებო, რომ ენოტი, ხო, მადლობა, მარიკა, მადლობა, ენოტი ქვია ამას. ენოტი, რომელიც ენოტი ძალიან ახლოს არის ენოქთან, ვიტყოდი, და ენოქი შემოვიდა თემაში. რა უნდა, კითხვა იყო, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ შევხვდეთ ჩვენ ახალ ერას. ყველა შემთხვევაში ახლო მდებარე სიტყვა ენოტი, ენოქთან ძალიან ახლოს არის დამეთანხმებით, თემატური იქნება ეს ენი და ნოტი. ნახეთ, ენის ნოტი. ნახე რა საინტერესო თემა გაიხსნა. ნოტი არის ბგერა, სიხშირე. ენი კი არის ასევე სიხშირე. თუ კი ჩვენ თითოეულ ანბანს, აი ანბანის ასობგერას მივანიჭებთ რაღაცა ნოტს, ხო? აი თქვათ დო, ხო? დონია. რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. აი თუ ასე ვიფიქრებთ, რომ ჩვენ უნდა ავაჟღეროთ უკვე ჩვენი ენა, ენი, იმიტომ რომ ნახევარზე არის ეს ნოტი, ნახეთ, აიღურე. მისი მეორე მხარე მოჭრილია, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ კი გვაქვს ნოტი, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი ნოტი. ენის ნოტი არ არის სრულყოფილი. რატო არ არის ენის ნოტი სრულყოფილი? იმიტომ რომ რაღაცა დავკარგეთ, რაღაცა მოგვაკლდა, რაღაცას ვერ ვხედავთ ბოლომდე, ხო? კარგად გამოიყურებითო, ზოია, მადლობა. კი, რაღაცა ესე ინსპირაცია მოახდინა, ვუყურებდი ლევან პეტრიაშვილის ქადაგებას და თან გამოვეწყე იმისათვის, რომ თქვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია, უпроსტოდ ჩემ თავსაც რა. გავხსნათ ინფორმაციები. რა ხდება ახლა, რატომ არის ეს ენოტი ნახევრად და რატო ჩანს ეს ენოტი ნახევრად? ჩანს მისი ყვითელი, მისი სტაფილოსფერი და მისი ვარდისფერის მხარე, ასევე წითელი. თუმცა ნახეთ, წითელი ფერი, აი ნახეთ, უყურეთ როგორ არის წითელი ფერი, ვარდისფერი, აქ ყვითელი და აქ სტაფილოსფერი. თუმცა თავდაყირა არეულია ყველაფერი ერთმანეთში და რა არის არეული ერთმანეთში? გეტყვით ახლა მეგობრებო, ნაცრისფერი ზემოთ, რა თქმა უნდა, და თეთრი ნაცრისფერში. რა არის არეული? ახლა ენერგეტიკული ველების მიხედვით ჩვენ უნდა გქონდეს ჯერ წითელი, ანუ აი ხა გაჩვენებთ. ეს წითელი უნდა იყოს ქვემოთ, ფეხის ადგილზე, შემდეგ უნდა მოდიოდეს სტაფილოსფერი, შემდეგ სტაფილოსფერიდან ყვითელი, ყვითელიდან ვარდისფერი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ნაცრისფერი თეთრში. აქ რა არის არეული? არეული არის ის, რომ მატერიალური, აი ნახეთ თქვენ წითელ კაბაში გამოვეწყვე, ჩემამ დავამაჩუკა სხვათა შორის ეს კაბა, იმიტომ რომ მე წითელ ფერს არ ვხმარობ, საერთოდ არ ვყიდულობ, არ ვაქცევ ყურადღებას, თუმცა რადგან ეს საჩუქრად მომივიდა, ხო? ვფიქრობ, რომ ამაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, მატერიალურთანაც არის დაკავშირებული და აი ზუსტად ეგ თემატიკა არის ახლა რა. მატერიალური იმდენად ზემოთ გვაქვს დაყენებული, აი ყელის ადგილში გვაქვს დაყენებული. ნახეთ, სადა აქვს ენოტს. მეხუთე ენერგეტიკულ ველში, ანუ ეს არის ყელის ადგილი, არის მეხუთე ენერგეტიკული ველი, სადაც წესით უნდა იყოს ლურჯი ფერი, მას აქვს წითელი ფერი მოხვეული. ეხლა რა ხდება? ერთი მხრივ რო კითხვა დავშვით ესეთი, რომ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ სწორედ შევხვდეთ ამ საკითხს, გვეუბნება ეს ენა, რომ აუცილებლად ნოტთან გვაქვს საქმე, ჟღერადობასთან გვაქვს საქმე, გავაჟღეროთ რაღაც, აუცილებლად ყელის ჩაკრასთან, იმიტომ რომ გავაჟღეროთ. და რა გავაჟღეროთ, ხო? აი, საკითხავია, რაღაცა უნდა გავაჟღეროთ. თვითონ ენიც ზის წითელ ფერში. ნახეთ, წითელ ფერში ზის. ესე იგი მატერიალური საკითხები უნდა გავაჟღეროთ, ხო? ეხლა მეგობრებო, მე იმას ვხსნი, რაც მეხსნება. მე ეს არ შემისწავლია, ეს არის ჩემი ცოდნა, რასაც ეხლა გადმოვცემ
დაგროვილი ჩემი ცხოვრების მანძილზე ეზოთერული თუ სულიერი თუ სასულიერო თუ საღვთისმეტყველო ყველას მივმართავ აი ამ მომენტში ახლა ამ წამს მიუხედავად იმისა რომ წითელი ფერი არ უნდა იდგეს ყელის ჩაკრასთან უნდა იდგეს აუცილებლად ქვედა ჩაკრასთან აი აქ უნდა იყოს წითელი ფერი აი ამ ადგილში წითელით უნდა იწყებოდეს აქ ჩვენ ვხედავთ რომ ფეხი მოცემულობა არის ესეთი რომ ჩვენ ვარდისფერი საერთოდ ვარდისფერი არის ის ფერი, როდესაც უმაღლეს ცნობიერებასთან მივდივართ. უმაღლესი ცნობიერებაზე მაღლა ჩვენ მატერიალური გვიყენია, ნახეთ, მოცემულობა ესეთია. მატერიალური თუ უმაღლეს ცნობიერებაზე ზემოთ დავაყენეთ, მაშინ მზის წნულის ფერი, აი თვითონ ეს მზის წნული არის, რომელიც შარვლად ამოვიცვით და ფეხებზე კი დავიკიდეთ ჩვენი ანუ მე ეს სტაფილოსფერი მეს განსაზღვრავს შენს მეობას, შენს თვითშეფასებას, ჩვენ ეს ფეხებზე დავიკიდეთ, კი არა და ფეხებით დავადექით ზეთ. აი პირდაპირ ფეხებით დავადექით ზეთ, მზის წნული შავლად ჩავიცვით, ანუ სიყვარულს რა ვქენ, მზის წნული სიყვარულია. საერთოდ სიყვარული აქ ხო, საინტერესო რა არის იცი? აი სტაფილოსფერსა და მწვანეს შორის მზის წნულია. მზის წნული არის შენი კეთილგანწყობა, შენი როგორ გითხრათ, კეთილგანწყობა კი არა. შენ როგორ აღიქვავ შენს თავს? რა ენერგიების გამოცემა შეგიძლია, ხო? აი სიყვარულამდე სადამ მიხვალ როგორ ხედავ შენს თავს? როგორ ხედავ შენს თავს და წარმოგვიდგენია, ანუ დღეს ჩვენ საჯარო გაშლა არის ეს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. ჩვენ დღეს საქართველოში მიგვაჩნია, რომ ჩვენ ყველას ფეხზე ვკიდივართ რა. ამოცმული ვყავართ ფეხებზე რა. აი აქ. თუმცა გვაქვს უმაღლესი გონია, ესე მთელ არსში გონია, რომ ჩვენ უმაღლესი ცნობიერების მატარებელი პირები ვართ, ანუ ვარდისფერსაც შეეხება, მაგრამ ამას ყელზე აქვს შემოხვეული მატერიალური. ანუ რა ხდება ახლა მე რას ვხედავ? უმაღლესი ცნობიერების გამომჟღავნების უნარი ჩვენ არ გვაქვს, რადგან მატერია გვიშლის ხელს. რატომ გვიშლის მატერია ხელს? აქ შეგვიძლია ვთქვათ ერთი საკითხი, რომ მატერია ყელზე რადგან შემოხვეული გვაქვს, არის კავშირში გველთან, ანუ რაც დახვეულია გველთან კავშირი ასოცირდება, ხო? ანუ რა არის ეს გველი? ესე იგი რაღაცა გველი, ან ცდუნება, გველი არის ცდუნება, ასევე სიბრძნე. ესე იგი რაღაც მატერიალური, რომელიც გვაცდუნებს ჩვენ დღეს საქართველოში უმაღლეს ცნობიერებაზე მაღლა დგას. და არ გამიკვირდება, ძალიან კარგად არის ასახული. ეს არის, არ გამორთო დედიკო, არ გამორთო. იოანე, გაუბრაზდები ძა. ერთი წუთით მანდროვეთ რა ბავშვებო, რაღაცა ძალიან საინტერესო რაღაცას იკიცეთ. ხო. მატერიალური, რომელიც დღეს აშკარად მართლაც ყველას თავზე გვაქვს შემოხვეული, მადლობა უფალსრომი არა. ბანკის ვალები მატერიალურია. უმაღლეს ცნობიერებაში თავის ადგილზე დაყენებას, ანუ უმაღლეს ცნობიერების გამოვლინებას ხელს უშლის მატერიალური დღეს ჩვენი მდგომარეობა. ნამდვილად ხელს უშლის. მაგრამ ეხლა რა ხდება? ანუ ჩვენ კითხვა დავსვით ესეთი. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ სწორედ შევხვდეთ ახალ ერას, ხო? ენოდი. ანუ ავმღერდეთ. ენა ავამღეროთ. რა ენა ავამღეროთ, ხო? ამას მე შევეკითხები, რა ენა უნდა ავამღეროთ და აი ამ ენას მე გავშლი, მაგრამ აი ხა გადავდივართ რკოზე, ანუ რაეზე. რაე კი არა და ხო, რაეზე გადავდივართ, რაე. ერთი წუთით
ერთი წუთით, რადგან ქართულ ანბანს უკუღმა კითხულობდნენ და გრამატიკულად მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვა არის ქართული ასობგერების სახელების სწორი, მოდი ახლა ეს ვნახოთ, ენ და უკუღმა წაკითხული ნე არის ნე რას ნიშნავს ნე და ნარი და ენი, რანი და ენი. ნარი ხო უკუღმა რანია და ენი კიდე ნე. რანი და ნე. რანი და ნე. რანი ხართ, რანი ვიყავით და რანი ვიქნებით, ხო? თამარ მეფემ ესე უთხრა ერთ-ერთ ქალბატონს ხილვაში, ერთ-ერთი სიდონის წევრი იყო. ქალბატონი ნუგეში. ხო, მოკლედ რანთან გვაქვს საქმე, ანუ ჩვენ მივედით ესე იგი რანთან. ანუ ისევე რანი უნდა გავხდეთ. რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით. აქ უკვე გაგვეცა პასუხი, რომ ეს კარგია, ანუ ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი მეობა, ჩვენი ნე. ნე, საერთოდ რომ დავაკავშიროთ ახლა სვანურ ენას, ხო? ნე ნიშნავს ორჯერ ნე აღებული ნიშნავს დედას, ნე. ანუ დედის ერთი ნაწილი გვაქვს გასაცოცხლებელი ალბათ ჩვენში, ან მოსაპოვებელი. კარგი, მოდი ვნახოთ რკო გვეუბნება მაგას, რომ რაე არის იგივე ერა. არა, რაე არის ეარ. და რკოსთან. რკო მისი ფოთლით, ანუ ნაყოფი თავისი ფოთლით. ფოთოლი რაღაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საერთოდ ფოთოლი ისედაც აი ჩვენს განხილვებში ხშირად ხდება ხოლმე ფოთოლი და ჯერ ვერ ხვდებით ამის მნიშვნელობას სხვათა შორის, რას ნიშნავს ეს ფოთოლი. იმიტომ რომ არის ესე იგი ფოთოლეთის მამათა მონასტერი, სადაც მე და ჩემო მეუღლემ ჯვარი დავიწერეთ. ფოთოლი ასევე ძალიან ხშირად ხდება ლიტერატურაში, ჩემს ლექსებშიც. არის კიდევ ეზოთერიკაში ფოთოლი რასთან კავშირდება ფოთოლი ეზოთერიკაში? არ ვიცი, მართალი გითხრათ, არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს. მოდი აბა ვნახოთ. ლომები, ცხოველებში ხო ლომია მეფე და აქ ხეებში კიდე რკო არის მეფე. და აი ახლა გაგვიცხადებს ეთყობა ჩვენ ერთი წუთით. რაე კარიონი. ანუ ჩვენ რაღაცა კარის ნახეთ, საინტერესო ის არის, რომ სანთელი ჩაქრა და აინთო. ეცემ გასაკვირი იყო, სანთელი ჩაქრა და აინთო. რაე და თქვენ სხვათა შორის გახვედით უცბად ინტერნეტ სივრციდან და ისე დაბრუნდით. აი ბოლი აუვიდა სანთელს, არ ვიცი რა მოხდა, ეხლა რაღაც საინტერესო მოხდა. აი ზუსტად ესე გაუშვა ბოლი, ხედავთ? თუ არ ხედავთ? ბოლს ხედავთ? აი ბოლი აუშვა სანთელმა და ჩაილია სანთელი. რაე კარიონის მდგომარეობაში, რაე კარიონი არის უნი მზე ხო არის? მერე არის კარი და ერა. რაღაცა ახალი ერის კართან დგავართ, ხო? მზის კართან დგავართ. კი, ეს კითხვა დავსვი და აი თანაც დამოწმებაც მივიღეთ, რომ კი, კართან დგავართ, თანაც მზის ახალი ერის კართან დგავართ, რაე იგივე ერა არის, ასობგერები რო გადავანაცვლოთ და არის ია. ინი მეათე ასობგერაა მეგობრებო და რაე არის 19.
ძალიან ბევრი ინფორმაციებია, ეხლა იხსნება ძალიან ბევრი. ინი არის მეათე ასობგერა. ინარი, ბედის ბორბალი. ბედის ბორბალი, რომელიც უკვე დატრიალებულია, იმიტომ რომ აქ არის აი როგორც გითხარით რა, აი ეს არის დატრიალებული, ეს არის ფიფკი და ბრუნში, ბრუნი იგივე ბორბალია, რომელიც ტრიალებს. ამოქმედდა უკვე ეს როდის ამოქმედდა, აქ არ დამიწერია, ხო? დრო არ დავაწერე? დედა, რატო არ დავაწერე დრო? ნუ ესე ვიტყოდი რა, 2025 წლის ბოლოს ამოქმედდა ეს ბორბალი. ლაივში მაქვს ჩაწერილი და მე მოვიძიებ მაგის დროს, როდის ამოქმედდა ეს ბორბალი. ყველა რუნი ამოქმედდა. ყველა რუნი, აი ბ რუნი არის თვითონ რუნები. ყველა რუნი ამოქმედდა აქ. ყველა ასობგერა ავამოქმედეთ. და ამის მერე დაიწყო მთელი რიგი ცვლილებები სამყაროში მართლაც. ბედის ბორბალი, ინარი, ინი არის ინარი. ირანი. ვაუ. ირანთან მივედით? გასაკვირი თუ არ არის, ეხლა მეგობრებო რა, გაოგნებული ვარ. ანუ თქვენ იცით ირანში რაც ხდება, ხო? ეხლა არ უნდა ამას მეტი ახსნა. ინი თვითონ ინარია, იმიტომ რომ ν იხსნება კიდე ნარით. ნს ხო ნარი ქვია. ნიკარლასმა ნარ on პარჟან, ხო? ინ ის კიდე ინ ქვია. იხსნის ინარს. ინარი კიდე არის გადავანაცვლოთ ასობგერები ირანი. და ანუ რა კავშირში ვართ ეხლა ირანთან? ვერ ხვდები რაღაცა იასთან გვაქვს საკითხი, ია, თვითონ ყვავილი ია. მე და ია, ანუ ხუთი ის, ხო ეს ია არის. ეს ყოჩივარდი არ არის. ია. რაღაცას გვეუბნება ეხლა ეს ირანი. ძალიან სერიოზულ რამეს. კარგი, ფოთოლი გავხსნათ. ფოთოლი არის სიცოცხლის სუნთქვა. ეზოთერულად ის აღნიშნავს სულის ზრდას, ცნობიერების გაფართოებას, ახალი ეტაპის დაწყებას. აჰა. აი პირდაპირ გვეუბნება მტკიცებულებაზე. მოდის რომ კი, ახალ ერაში ჩვენ სულიერ ზრდას განვივლით, განახლება და ციკლის, სიკვდილი და დაბადება. გარდაქმნა ძველის გაშვება, კარმული ციკლების დასრულება. ენერგიის გამტარი იღებს მზის ენერგიას, ხდება ენის ნოტად გადაქცევა. ენოტი იმას ნიშნავს, რომ თქვათ კიდე გაითიშა და ეხლა ჩაირთო, ხო მეგობრებო? გაითიშა, ჩაირთო. ესე იგი, ენის ნოტად გადაქცევა, სხვათა შორის სიდონის წევრთან გავაკეთეთ უკვე ეს საკითხი. ჩვენ ვეძებდით მერვე ოქტავას, უпростоრად მეშვიდე ოქტავას ვეძებდით. და მადლობა დედიკო, ძალიან საყვარელი ხარ, აი აქ ჩავარჭო. მეშვიდე ოქტავას ვეძებდით. ანუ როგორ შეიძლებოდა ჩვენ გამოგვეთქვა ხმით მეშვიდე ოქტავა. და ის მაღლა დედიკო მიდი იქ წადი რა. აი იქ დაჯექი თუ გინდა რა. ხო. და მერვე ოქტავას ვეძებდი და აი ის მერვე ოქტავა ძალიან საინტერესო რაღაცაა რა. იმიტომ რომ ჩემი აზრით ახლა ეს მერვე ოქტავა რა არის, იცით? ჯერ ნულოვანში გადავიდეთ. ჩვენ ხო ვიცით დო, რე, მი, ფა, სო, ლა, სი, დო არსებობს, ხო? 7 ნოტი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ნოტი, მერვე ნოტი, რომელიც ამ თითოეულს შორის არის და ეს არის სიჩუმე. სხვათა შორის ესეც სიდონში ამოვიკითხეთ, სიდონის წევრებმა განვიხილეთ ეს საკითხები. ახლა ყველა, მაგრამ ზოგჯერ პირადშიც გვაქვს ხოლმე წევრებთან, წევრი არ არის, უბრალოდ ამ ადამიანებთან, ვინც სინოდის ჯგუფში არის რა და
სინოდის კი არა და ბოდიში სიდონის ჯგუფში უკაცრავად ეს სინოდი შემომეკვეთება ხოლმე აქ ეკრანში. ხო და სიდონში ეს საკითხი განვიხილეთ და ჩვენ დავაფიქსირეთ ერთი რამ, რომ არის მერვე ნოტი, რომელსაც ქვია სიჩუმე. და სიჩუმე არის ყველაზე დიდი ნოტი, იმიტომ რომ მეორდება ყველა ნოტს შორის. ხმაურობს დედიკო ეს, ფეხს რომ მიადებ, ხო? ისედაც ჭყრიალებს ეს მაგი. აინტერესებს ჩემს ბიჭს, რომ რას ვაკეთებ ახლა. ნიკოლას ძალიან საყვარელი ხარ. და კიდევ არის საბარაუდოდ კიდევ არის ერთი ნოტი მე-9, იმიტომ რომ 9 ასრულებს ერთ რიგ ციკლს და რადგან მერვე ნოტი არის პაუზა, მე-9 რა არის? მე-9 საწავიდა და რას როგორ გამოითქმის ის, როგორ ვიმღეროთ თქვათ, ხო? აი საინტერესოა რა. ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის თითოეული ასობგერის სიხშირე, რომელიც შეიძლება გამოითქვას მაგალითად აი ესე, ნახეთ. თითოეულ ასობგერას თავისი სიხშირე აქვს, ხო? არსებობენ ხმოვანები და თანხმოვნები და კიდევ მე ვიტყოდი, რომ დაყოფა შეიძლება ამის, რომ მარტო თანხმოვნები და ხმოვნები არ არსებობენ, აქ არსებობენ კიდევ დარტყმითი ბგერები, აი მაგალითად როგორც არის კ პ ხო? და კიდე რამდენიმე ამ კითხვა შეიძლება. ანუ ბგერა ბ-ს ხო, ბ-ს დაარტყავ მაგალითად, ბ-ც დარტყმითი არის. ას გააგრძელებ. გ-ც დარტყმითი არის. დ-ც აი შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ბზუის ერთი წუთი დედიკო ხმაურობთ რა. შეგვიძლია გავაგრძელოთ, არც ხმოვანია და არც თანხმოვანი. ხო? აი ამას რა დავარქვათ თქვათ. შეგვიძლია დედიკო ძალიან გთხოვთ რა, მიშლით ხელს. ხ რა არის? მაგალითად. ხ არც დარტყმითია, არც ბგერაა და არც ბზუილაა რა არის? ხო, არ ვიცით რა არის ჰემერვე თქვათ, ხო? ამ საკითხების განხილვა შეიძლება მეგობრებო რა არც დარტყმითია და არც ბზუილაა, ხო? შეიძლება ბზუილას მიეკუთვნოს, აი სისინა თქვათ, ხო? ბზუილა, სისინა და კიდევ არის მაგალითად კიდევ არის რომელი იყო? კიდევ იყო ჟღერადი. ხო, არის უკვე ხმოვანი ვიცით, ხო? ხმოვანი. მოდი, აბა ხმოვანები გავახმოვოთ, სხვადასხვა ეს გნოსტიკურ სახარებაში ხმოვანები ასე ლოცულობდნენ. ასე ლოცულობდნენ, ხლა ვეგანახეთ, როგორ ლოცულობდნენ. ერთი წუთით მოვიდე. აქ არის ლოცვა მეგობრებო და ის მინდა წავიკითხო რა. ეს გნოსტიკური სახარება არის, აპოკრიფებია, რომელიც გამოვიდა ესე იგი 19 საუკუნის ბოლოს და ძალიან საინტერესო ინფორმაციები ამოვიკითხეთ აქ. აქ ლოცვებით წერია. როგორ ლოცულობდნენ? აი, ნახეთ, ლოცვა წერია აქ. ესე იგი, ესეთი იესეუს ლოცულობდნენ მაქარები, ეგვიპტელთა სახარება არის ეს, რომელი ენითაც ლოცულობდნენ, ესე იგი, ნათელი არსებები რა.
ეს იყო ლოცვა. იესეუს იეოუა იოეოუა იოეოუა იესეუს იოეოუა ჭეშმარიტად იესეუს მაზერეუს იესედეკეუს წყალი ცოცხალი შვილი შვილისა სახელი ყოვლად დიდებათა ჭეშმარიტი ქმნილება მარადიული ჭეშმარიტი იეაუ უბრალოდ ეიაუ და ასე ლოცულობდნენ მეგობრებო და ეხლა ნახე გვეუბნება რა ეს ენოთი რომ აჟღერეთო რა ენა რა ჩვენ მოსაძიებელი გვაქვს სიტყვათა არსის ასობგერათა არსის აი ეს მთელი რიგი სიხშირეები თუ რა სიხშირეებს ლოცულობდნენ მაშინ აი ესე წრეზე იდგნენ დადიოდნენ ესე როგორც ფერხული რო არის აი ესე დადიოდნენ და მღეროდნენ ამას საწავიდა ეს ჩვენი კულტურა საწავიდა ჩვენი კულტურა საწავიდა ვინ გაგვიქრო სად გაქრა ყველაფერს გვეტყვის ანი და ჰოე ქრისტე ტყუილა რა ამბობს ანი და ჰოე ვარო აქ მეძიეთო რა ამიტომ ახლა მე მაინტერესებს ეს ენა აი ხლა ეს ენოტი ხო ამოვიდა ხო რა კონკრეტულად რა არის ამაში ახლა თქვათ გამოსასწორებელი როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ენასთან დაკავშირებით ნოტთან დაკავშირებით რა გავიკოთ აი თავისით გადმოვარდა მეგობრებო წილ 31-ია წილ 31 განანებს რაღაცას განანთან მივიდა ნაგნა უკვე მოწაკითხული ნაგანი არის ნაგანი მოიცადე ერთი წუთი 4000 წელიო ხო თქვა იმან იოანე ზოსიმ ნახეთ წილი 4000 წელი აწერია 31 ასობგერაა 4000-ით ანუ ეხლა ნახე ჩვენ პირდაპირ ლაზარეს ენასთან დაგვეკავშირა ამენმა ბიჭო გადავირევი დედას ვიცავარ ისეთ რაღაცებს მიხსნის ხოლმე ეს ანბანი რომ აი პირდაპირ საოცრებაა რა ანუ ჩვენ უკვე გავიარეთ ის 4000 წელი ეხლა უკვე უნდა აღდგეს ლაზარე ამას გვეუბნები ანუ ამას გვეუბნები ჩვენ რომ ეხლა ლაზარე უკვე უნდა აღვადგინოთ და უკვე დროულია რომ ლაზარე აღმდგარია მოიცა ერთი წუთი ლაზარე უნდა აღვადგინოთ ბანი 2 ნაბ ბანე ანუ ბანეთო რა და ბანი კიდე ბანის გამოცემა კი უნდა ვილაპარაკოთ და ვბანოთ ანუ განუწვიენით წმინდოთ უკვე რა ეს ენა განვბანოთ იმიტომ რომ ყველაფერი დამახინჯებული რაც არის უნდა განიწმინდოს ხო და თანაც აქ წერია კი ნახეთ დამიწერია კი ანუ ქურუმი ქალი აწერია Z მე ამათთან დავარქვი არკანების სახელები არ ვიცი ისი მიხედვით და ქურუმი ქალი ამოვიდა ამ ბანს კი წყალი არის წყლის ნიშნავი კირჩხიბი მთვარე აჰა მღვდელმთავარი სისი სიბრძნე დედა საკუთარი ხედვის კარიბჭე ტამრის კარიბჭე ვისა ტაძრის კარიბჭე მთვარის ქალღმერთი ჰეკატე მე-11 მართლმსაჯულება და
ნუმეროლოგია მე-20-ეს სამსჯავრო. ესე იგი, მეგობრებო, ჩვენ გვეუბნება დაგვიდასტურა, კი, უკვე არის დრო, რომ უნდა აღდგეს ლაზარე, აუცილებლად და თანაც სიძლიერე დათვთან დაკავშირებით, ახლა სიძლიერე გვაქვს ჩვენ ამ ენაში. ამ ენის ძალა რომ დავიბრუნოთ, დედიკო, რა ლამაზი ხარ? ძალიან ლამაზი გოგო ხარ. განახოთ რა ლამაზი გოგო ყავს. მოდი ჩემთან ნაკრე, მოდი ძალიან გთხოვ რა. აი ნახეთ რა, ესეთი ლამაზი ბავშვები ყავს. არ უნდა იყოს. რა ლამაზი ბავშვია. ჩართე რა დიდი. ძალიან ლამაზი ბავშვია. გააფუჭა. არა. თეთრზე გადაართეთ რა დედიკო. აი როგორც კი კარგი რაღაცას იგრძნობ, ეგრევე რაღაცა უცნაური ხდება. აი ესეთი ლამაზი ბავშვები რო ყავს, რა თქნა, ენოქი კი არა და ლაზარეს ენით უნდა ილაპარაკო და მართლა, აი აჰა, სამივე აქ ყავს. ერთი წუთი დედიკო, ეხლა მე რაღაცა ეს თამაშია. ბჟუტურობ, რომ მიდით ეხლა მაცადე ჩემი ბჟუტური. ეს თამაშია. თამაში არ არის დედიკო, ეს არის ანბანს დავეკითხოთ აზრი. ეს არის თამაში. ესე იგი დათვი, რომელიც არის ჩვენი სიძლიერე, თეთრი. TikTok-ი არ გაქვსო? მაქვს, მაგრამ არ მევასება TikTok-ი. დედა, ეს თათვი არ არის, ეს ბელი. ხო, დათვის ბელია, დათვის ბელი დათვი. დედიკო, ჭრიალებს ეს მაგიდა, ჭრიალებს. არ შეეხოთ. აი ხელი გვეშლება, მაგრამ რას ხელი შეშლა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა. ესე იგი, ჩვენ გვეუბნება ენოტი, ეს ენა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვთქვათ ეს ამბარი. უნდა დავიწყოთ უკვე ლაზარეს ენაზე საუბარი. უნდა გამოვთქვათ, თუნდაც ქურუმი ქალი, აგერ ჩამთვალეთ ქურუმ ქალად, რომელიც უკვე ლაზარეს ენით საუბრობს და აი ეს ერთ-ერთია იმ სხვათა შორის სხვა უმრავლეს ქალთა შორის, რომელიც უკვე საუბრობს ქართულ ენაზე, ლაზარეს ენაზე, ხო? მათ შორის ძალიან ბევრი არის სიდონში. და ვინც სიდონში არ არის, სიდონის გარეთ კიდე ძალიან ბევრია, ვინც საუბრობს ამ საკითხებზე, ხო? დამეთანხმებით. ალბათ უნდა გავერთიანდეთ უკვე. მოდი აბარკო, რადგან რანი იყავით, რანი ხართ და რანი იქნებითო, ხმლების ორიანი დამიწერია ამისთვის და ხმლების ორიანი აზრი არა ვარ რას გვეუბნება. მოდი აბა შევეკითხოთ. ბავშვებო, შედით იქ. ესე იგი, ეზოთერული მნიშვნელობა მისი არის ასეთი რა. არჩევანი, ორი ხმალი, ორი გზა, მაგრამ ორი გზა გვაქვს, ანუ ორ გზაშუა ვართ, მაგრამ ლოგიკა და ინტუიცია. აჰა. თავსა და გულს შორისო, ქრისტე ხო ამბობს, აი სხვათა შორის ამ სახარებაში ძალიან კარგად წერია, რომ მაგდალინელი რომ რეკლამას არ უკეთებ, მეგობრებო, ეს აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს რა. ქრისტე ხო ამბობს, რომ ყველა წელი წაკითხული უნდა ქონდეთო და მაგდალინელი ეკითხება ერთ-ერთ სახარებაში, აგერ მაგდალინელის სახარება არის, რომ სად არისო სული მოთავსებულიო და სული შეიძლება მაგდალინელი არა, იოანე ეკითხება, მე მგონი მაგას. სული არისო თავსა და გულს შუა მოთავსებულიო, ანუ ენა. ესე იგი, აქ ჩვენ ორი გზა გვაქვს, ლოგიკა და ინტუიცია. ინტუიცია გულია, გულითადი ინფორმაცია მეხსიერებაა და ლოგიკა არის ტვინისებრი მეხსიერება, ხო? ფიქრი და გრძნობა. გაორება გვაქვს ამ ფიქრსა და გრძნობას შორის. ესენი უნდა გააერთიანო, ქრისტე ამბობს რა. აქ სახარებაში სხვათა შორის ეუბნება, მე მგონი იოანეს ეუბნება. უნდა გააერთიანო ესენი. ანუ ამ ლოგიკასა და გულს შორის არის სწორედ სული მოთავსებულიო რა. სული წმინდა. ანუ თავდაპირველად თუ იყოს სიტყვა, ეს სული წმინდის არის სიტყვა და ლოგიკასა და გულს შორის სული წმინდა არის მოთავსებული. რა არის ამაში გაუცხოებული და
პირიქით გვიმტკიცდება ეს სახარებაში, რომ ეს თავდაპირველად იყო სიტყვა, ხო? ხო. კარგი, გასაგებია, რომ ჩვენ ახლა გაორება გვჭირს, ანუ ჩვენ რა გავაკეთოთ ახლა ამ გაორებაში რო ვართ, რომელი ავირჩიოთ. ნუ ახლა რა თქმა უნდა, აღარ უნდა ამის კითხვა, იმიტომ რომ ქრისტემ გაქვს პასუხი, რომ ორივე უნდა გააერთიანო და ბოლოს გამოიტანო ენის სახით, აგერ ენაც აქ არის, მაგრამ კარგი, რა გვიშლის ამაში ხელს, რომ ჩვენ ეს ორი გავაერთიანოთ. აი, კონკრეტულად რას მივაქციოთ ყურადღება, აბა? აქ ბევრი გადმოვარდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია გაიხსნება და არ მაქვს მაგის თავი ახლა რა. მოდი აი აქედან რომელი ამოვიღოთ ახლა? აი კიდე აქედან რომელიც შავარდება იქ. არც ერთი არ ჩავარდება, მოდი აი ახლა უბრალოდ ესე ამოვიღებ. ყველი, ანუ ყარი. ყარი გვიშლის ხელს. აზე ხართ მეგობრებო, ყველი, ესე იგი ყ-ასოზე იწყება ეს და ყარი გვიშლის ხელს. დაჟე ყარი ისეთია, რომ აი ნახეთ თან ყარის ფორმაც აქვს, იცით ამას? სამყარო, ხო? სამყაროშიც ყარი ზის. ყარი გვიშლის ხელს. მოიცა ერთი წუთით. თუ ყარი გვიშლის ხელს. ყარი იგივე უკანო წავიკითხოთ, არის რაყი. და რო დავუმატოთ წინ არის ერაყი. მოდი ვნახოთ ერაყში რა ხდება. ერაყში რა ხდება? აი ეს გვიშლის ჩვენ ხელს. კარგი, გავანებოთ ერაყს თავი. ჩვენ გვაქვს აქ მოცემული ყველი. აქ არის ასევე ყ და ვ და ელი. ნახე, ელთან რაღაცა ელი გვიშლის ხელს. ეხლა რომელი ელი გვიშლის ხელს? თასების ცხრიანი მაქვს ზედ დაწერილი და აბა ეს რაღაც გვეუბნება. ყ და ვ ელი გვიშლის ხელს, ანუ ყ ველი გვიშლის ხელს. 9000 ემოციური სიუხვე. აჰა, ემოციასთან მივედით. შინაგანი კმაყოფილება მივიღე ის, რაც მინდოდა. რაც გულით გინდოდა, ახლოს არის, ან უკვე ხდება. ანუ ესე იგი ჩვენი სურვილები გვიშლის ხელს, მეგობრებო. სული მშვიდია, გრძნობები და კმაყოფილებულია, ადამიანი კარგად არის საკუთარ თავში. ანუ ნახე, იმდენი სურვილები გვაქვს, რომ სავარაუდოდ რადგან ეს გვიშლის ხელს იმაში, რომ სული ლოგიკა და გრძნობა გავაერთიანოთ და საბოლოო ჯამში გამოვთქვათ კარგი სიტყვები, ჩვენ გვიშლის ხელს ყველიო, ხო გითხეს, ანუ ყარიო. ყარი კიდე არის სიმყარე, რაღაცა სამყაროსთან კავშირი, ანუ მატერიალური და იმდენად აი ეს თასები რო დავაწერე ზე შემთხვევითი არ არის ემოციური სავსება, ანუ ჩვენი სურვილები, ჩვენი სიხარბე გვიშლის ხელს რა. ჩვენ იმდენად ბევრი სურვილები გვაქვს, რომ გრძნობებთან აბსოლუტურად გათიშულები ვართ და ვაჭარბებთ იმ საკითხებს ალბათ, რასაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. რაც გვაქვს, ისე გვაქვს და ამით კმაყოფილები უნდა ვიყოთ უკვე, იმიტომ რომ ყ ვ ელი ველი და ყ არის ყარი, ყარველი. ეხლა ყაველაშვილი გავახსენე. ყაველაშვილი გვიშლის ხელს მეგობრებო, რამდენად. რა საინტერესოა. ხო, ყველი გვიშლის ხელს. კაი. ამ სამსაც ავიღებ, აბა რო გადმოვარდა რა არის. აუ. ბევრი ინფორმაციაა, ძალიან დავითრგუნე ახლა რა. არა, ძალიან ბევრი ლაპარაკი მომიწევს, არ ავიღებ, აი მართლა არ ავიღებ. თუმცა განახებთ, აი თქვენ იქნება თქვენით გახსნათ.
ვისაც გაინტერესებთ რა, აი ესენი იყო, ეს არის ნაყინი, თასები 6-იანი, სამყარო, უნი 22 და 400 და ტორტი თასების ტუზიო, ესე დამიწერია ზე. თუმცა ახლა ესა შევედი რა იმაში. ვიგრძენი ახლა ესენი ტორტი, ნაყინი და სამყარო. გეუბნებით რა, ჩვენი მუცელი გვიშლის ხელს რა. აი წითელი ფერი, იმიტომ მოითხოვა დღეს იმან რა ქვია, აი ამ ყოლაფერმა. და აქაც წითელი ფერი, იმიტომ მქონდა ყელზე შემოხვეული. ანუ მეხუთე ჩაკრაზე. ესე იგი ჩვენ გვიშლის, ჩვენი მატერიალური გვიშლის ხელს. ჩვენი სიხარბე, ანუ მუცელაობა გვიშლის ხელს რა. და საბოლოო ჯამში აი ამ უნთან კავშირი როგორც ჩანს ცეცხლად მიგვაჩნია. ანუ უთო ხო რაღაც ესე თქვა აუთოებს, ასწორებს. და აი ამის სწორებაში ვართ და სწორებაში ვართ სულ მუდამ. ამას აქ დავდებ. ხო, კარგი, ჩვენ ხო გქონდა ახლა ირანი ამოვიდა კინში და ბედის ბორბალი ტრიალებსო. მოდი აბა ახლა ვკითხავ რა და დავაზუსტებ. ბედის ბორბალი უკვე ტრიალებს? ტრიალებს უკვე? იქნებ ჩვენ ვკრათ ხელი და დავატრიალოთ და ჯერ არ დატრიალებულა როგორც გქონია. აბა ვკითხოთ, ჩვენ უკვე ტრიალებს ბედის ბორბალი? კი. იმპერატორი ქალი, ანუ კი წერია აქ, ჩამომიწერია, ახლა იმპერატორ ქალს რაც შეეხება. განი. კი, განზია გასული უკვე. განზია და უკარო წავიკითხოთ, ნაგთანაც მივდივართ რა, ნაგ. ანუ გამოდის ახლა ესეთი რამ, რომ კი არის ტრიალებს, მაგრამ არა სრულყოფილად, თუმცა სრულყოფილად. აი ძალიან საინტერესოდ ორივე ნახეთ. სრულყოფილად ტრიალებს ბორბალი. და კვერთხების ხუთიანი დამიწერია და აბა მოდი აქ. გლობუსი, გლობალურად ტრიალებს ბორბალი. უკვე ჩაითო ბორბალი, ხო გითხარით მეგობრებო, ამან ისეთი რაღაცები დაატრიალა. ამან ისეთი რაღაცები დაატრიალა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. კვერთხების ხუთიანი ვნახოთ აბა. რას გვეუბნება კი დაუ პეპელასთან მივედით, პეპელასთან. კარგი. ეს ნიშნავს კონკურენცია. აზრთა სხვადასხვაობა, ვინ არის მართალი ბრძოლა. აი, ჩართულია, რა გინდათ? გლობალურად ჩართულია. ვინ არის მართალზე ბრძოლა? გასაგებია, ესე იგი ჩვენ კი ჩართული გვაქვს ბორბალი დატრიალებულია. და აი ვარსკვლავი. ვარსკვლავი რაღაც გვეუბნება. მოდი აქ კიდევ ვკითხავ, ეს კვერთხების ხუთიანი გვეუბნება კიდე. ხშირად ნიშნავს ეს ბარათი არეულობას, გაუგებრობას, ბევრი მიმართულების ერთდროულობას. ხდება ეს, ნამდვილად ხდება. მოტივაცია, იმპულსი, მოქმედების სურვილი. კი, გვაქვს და მოდი ახლა ვკითხოთ, რას ნიშნავს ვარსკვლავი. ხედავ. ეს არის იმედი და რწმენა. ხედავთ რაში ვიცდებით ახლა? ავთანდილ, მე წავიკითხავ კომენტარებს ახლა. ხო, შენ ამას ძალიან ხშირად გაიძახი, რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, კი. ეხლა ჩვენ მძიმე პერიოდი უკვე გადალახულია. სინათლე იწყებს გამოჩენას. ეს ბარათი ჩდება მაშინ, როცა მძიმე პერიოდი გადალახულია, სინათლე იწყებს გამოჩენას. მეტი რა გითხრას ეხლა, აი ამ გაშლავ. ხო? ძალიან საინტერესო. სული გიბრუნებს რწმენას საკუთარ გზაზე. ეს ნიშნავს ენერგიის დაბალანსებას, ტრამვის განთავისუფლებას, შინაგანის წმენდას. ბორბალი ტრიალებს გლობალურად, კონკურენცია აქვს აქ საკითხი,
მაგრამ აქ განწმენდასაც აქვს საკითხი, როგორც ჩანს. Very nice. ეხლა მოდი ნახოთ ჩემი მეუღლე დამცინის. ნუ დამცინი თორე გავიხდი ამ კავას. ხო ხედავ როგორი მუქარები მაქვს მე მეგობრებო. მე განსაკუთრებული სხვანაირი მუქარები მაქვს ხოლმე. ხო, ეხლა ნახე. უი ჩავარდა. ეს რას გვეუბნება ეხლა რა არის ეს? ქუდი. ქანი. ქუდი. ქანი. რა მითხრა ეხლა? ამან რატო გადმოვარდა? კითხვა არ დამისვავს, მაგრამ კაი დავდოთ ეხლა რას მეუბნება ეს ქანი, აბა? რა მიმანიშნა ამ ქანმა რა უნდოდა ეხლა რატო გადმოვარდა? ძილი. ანუ ეს კი დაწყებულია ყველაფერი ბორბალი ტრიალებს. ჩვენ რაღაცა ყარი გვიშლის ხელს, ანუ ის ჩვენი ზედმეტი სურვილები და ზედმეტი სიხარბე. ენაც კი გაცოცხლებულია უკვე 4,000 წელი გასულია, მაგრამ ჩვენ გვძინავსო? ანუ მართლა ეგრეა, ახლა მე რაც გავიგე? ჩემი ინტერპრეტაცია ახლა სწორი, ეს სწორად აღვიქვია ეს რა ქანი ანუ ხო ქმნილება ღმერთის და თან ძილი ამოვიდა, ნახეთ, ძილი ამოვიდა. აი შებრუნებით არის მეგობრებო, ეს შებრუნებულია ეს კადრი და ეს მარჯვენა, ეს მარცხენაა. ერთი წუთით მოიცადეთ. ანუ გვძინავს, ეს სწორია, ეხლა მე რაც ინტერპრეტაცია მოვახდინე ამ ანბანზე. რაი მზე სრული სიცხადე. აქ აღარ არის ბინდი, ეჭვი და შიში. ანუ ხო რა, უეჭველიო რა, ესე გითხრა ამან. უეჭველი ეგრე არისო. ხო, მაშინ რა უნდა ვქნათ ეხლა რა? რა უნდა ვქნათ ეხლა? ანუ ჩვენ კი გვძინავს და რო გამოვიდეთ ამ ძილიდან რა უნდა გავაკეთოთ ისეთი? აი ისინი გადმოტრიალდა და ამევსავდნენ. შინი, ანუ შოკოლადი, ანანასი, ანუ ანი და ნარი, ანუ ნაყინი. რა უნდა გავაკეთოთ? და ნარი, ანი და შინი. ზომიერება მამაკაცურობისა და ქალურობის კომბინაცია და ხმლების დედოფალი. აი ნახე, ზომიერება რატო დავაწერე არ ვიცი, მაგრამ დავაწერე. აქ არის ნარი. რაღაცა ზომიერება უნდა რაღაცა მამაკაცებისა და ქალების კომბინაციაო, ნახე. მე ხშირად მაქვს ხოლმე საუბარი ნასკების დაწყვილებაზე და აი ამ კომბინაციაში რაღაცა სინანული შემოდის, ანანასი. ანანა. ანუ ის ანანაო. უკან რო წავიკითხოთ, არის ის ანანა. რა ის ანანა, აგერ ბატონ ავთანდილსაც ისზე აქვს საუბარი. ანუ ის არის სწორი, ხო? ისტორიას უნდა გადავხედოთ, რაღაცა გავასწოროთ. ეს რა მკითხაობაა, უფალი კრძალავს, არ კრძალავს, ჩემო კარგო, შესავალში განვაცხადე ამასთან დაკავშირებით და გადაახვიე მე რომ მოვჩები, ხო? არ არის ეს მკითხაობა.
ესე იგი ჩვენ ის ანანა უნდა გავასწოროთ, ის სწორია უნდა გავასწოროთ. ანუ ის სწორია, დღეს გქონდა მაგაზე საუბარი ბატონ ავთანდილ კენჭოშვილთან კომენტარში. შოკოლადი, ხმლების დედოფალი. მოდი აბა ვნახოთ ხმლების დედოფალი აშობა. ხმლების დედოფალი არის ეზოთერული მნიშვნელობით მზე. ეს ნიშნავს მკვეთრ ინტელექტს, ილუზიების გაჭრას და სიმართლის დანახვას ემოციების გარეშე. აჰა, პირდაპირი მნიშვნელობით თავისთავად დამტკიცა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ძილიდან გამოვიდეთ, ხო? და მკვეთრი ინტელექტი უნდა განვივითაროთ, ილუზიები მოვაშოროთ, ილუზიები გავჭრათ, სიმართლის დავინახოთ სიმართლე ემოციების გარეშე, ყოველგვარი ემოციების გარეშე და ის აკვირდება, აფასებს, შემდეგ ამბობს სიმართლეს. დავინახოთ, დავაკვირდეთ, დავაფასოთ და შემდეგ სიმართლე ვთქვათ. სიტყვის ძალა ეზოთერულად სიტყვა ქმნის რეალობას, სიმართლე ჭრის ტყუილს. სიტყვა ქმნის რეალობას. სიმართლე ჭრის ტყუილს. დიახ, ესია. ანუ ჩვენ გვჭირდება ახლა აქ სერიოზული გამოფხიზლება. გადაიწერებიან წიგნებიო, ხო არის ნათქვამი, გადაიშლება წიგნიო, სიცოცხლის წიგნზეა საუბარი და დაიწყება მე მთელი საშინელი სამსჯავრო. აზრების სივრცეა, გონების მოძრაობა, სიმართლის არხი, სიბრძნე, ობიექტურობა, სიმართლის თქმა, ინტელექტუალური ძალა. აი ესენი ჩემო კარგებო, ეხლა თუ არ მივმართეთ აი ამ ყველაფერს, ძილში ვართ უკვე უბნება და თუ არ მივმართეთ, დავრჩებით ძველ ერაში და ახალ ერას ესე უნდა შევხვდეთ, როგორც ეხლა ვისაუბრეთ. ამ ანბანის რჩევის მიხედვით და როგორც კი ამ ანბანის რჩევას ჩვენ გავითვალისწინებთ, ნამდვილად კარგი რაღაცები გველოდება. ინტელექტი რომ გავარღვიოთ, ხალხში 99% ათეისტი გახდებაო. არ მგონია. მე მგონი რომ ყველა აზროვნებას დაიწყებს და კერპთა ყვანიფცემლობა მოგშორდება ერთი ხაზგასმით. ერთხელ და სამუდამოდ. ხო. მე მგონი რომ ძალიან მაგარი რაღაცეების რჩევები მოგვცა ქართულმა ანბანმა. ჩემი აზრით უმაგრესი გაშლა იყო, აი რჩევების მოცემის მიზნით. ძალიან მაგარი მდგომარეობები ხო ასახა და მე მგონი მართლა რეზონირდა ახლა ყველას და იმიტომ რომ აგებ ცხოვრობ და ვხედავ რომ მართლა ესია ყველაფერი რაც გაიშალა და ვფიქრობ რომ სწორედაც აი ეს ბრუნი რომელშიც ქართული ანბანი ერთ სივრცეში ჩასვით და სხივი გავატარეთ თავისას მოქმედებს და ყველაფერს ფარდა ეხდება, ყველაფერს გამოიტანს გარეთ, ყველაფერს გავიგებთ, არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს ქრისტეს სიტყვები ახდება და საბოლოო ჯამში ჩვენ დავიწყებთ განხილვას ქრისტეს სიტყვების, აი გნოსტიკური სახარების, ასევე ჩვენი სახარების, ასევე ბიბლიის იმ სიტყვების კვევას, გარკვევას, გაცნობიერებას, აი ხლა მე მაგალითად ეს წიგნები, ეს გნოსტიკური სახარება რო არ წამეკითხა, ის ჩემთვის ძალიან უკვე მოსაწყენი იყო, იმიტომ რომ იქ არაფერი არ, იქ წერია სიმშრალე, მარტო მატერიალურზე არის დაკონკრეტებული. აქ აი ამ წიგნებში სულიერი საკითხებია განხილული. ზედა ჩაკრებზე, რაც მე მაკლდა პირადად და ძალიან შემავსო. აი თუნდაც აი ახლა აი უყურეთ რა, აი ეს არის ძალიან მაგარი. გადავშლი აი ესე რა. ბერძნული სახარება. ვიდრეავს იქმდეს მზაკრულად აწონ დაწონის ყოველს. იფრთხილეთ, რათა მათი ხვედრი არ გაიზიაროთ. ეუბნება სავარაუდოდ ქრისტე მოწაფეებს. ბოროტის მოქმედ არა მხოლოდ სიცოცხლეში მიეგებათ, არამედ მერმეც სასჯელი დაებადებათ და გაიტანჯებიან ბოროტის მოქმედს. ხვდებით? წაიყვანა იესო მოწაფეები, განსაწმენდელი გაიარეს და ტაძარს შევიდნენ. მოვიდა ფარისეველთა მღვდელმთავარი ლევი და მაცხოვარს უთხრა ნება, ვინ გიბოძა გასაწმენდელს
უთავბოლოდ ბოდიალსა და წმინდა ჭურჭელის ხილვისა, რადგან არ განგიბანია არცა ტანი შენი და არცა მოწაფეთ შენთ, განუბანიათ ფეხნი თვისნი. ანუ მუსულმანები ხო ფეხზე იხდიან და იბანენ ფეხებს. იგივე შეუბნება, რომ არ გაიკეთება. აღა წაბილწეთ ტაძარი, რადგან წმინდა ალაგს ბინძური დააბიჯებთ. იგივეა, რომ ქალს რო თვიური აქვს და ბილწავსო რა ადგილს. არ შესულხარ წყალში არც ამოსელი გამოგიცვლიათ და მისჩერები ხარ წმინდა ნივთებს. არა და ვერვინ ბედავს განუბანელმა შეავლოს თვალი. იდგა იესო გარს. მოწაფენი ეხვია და ეკითხებოდა, განა წმინდა ხარ აქ დაყუდებული? განა წმინდა ხარ აქ დაყუდებული? ეკითხება იესო. მიუგებდა ფარისეველი. წმინდა ვარ, რადგან დავითის წყაროს განვიბანე ტანი. ერთი კიბით ჩაվել მასში და მეორეთი ამოվել. შემიმოსე მერე სუფთა თეთრი სამოსელი და ისე მოվել ტაძარს. აჰა, გამოიდოლებმა თავი. დღესაც ეგრე არ არის? ჩვენი მღვდლები ეს რო არიან. ესე ეტყო და მაცხოვარი, ვაი შენ ბრმობილო, რომელს მზერად არ გისხია თვალნი, იმ წყალში განიბანე, სად დღე და ღამე ღორები და ძაღლები ჰყრიან. ხოლო როსტანი განიბანე, ისე განიბანე კანი, ვით მეძავები და კახპები განიბანენ, რომ მერმე ფერუმარილი და ნელსაცხებელი იცხონ და მემრუშე მამაკაცებს გულებში აღუნთონ გვამის წადილი. ხოლო განბანილ ტანს შიგნით სავსენი არიან მკვდრებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ხოლო მე და ჩემი მოწაფეები ცათა სასუფეველს მყოფი მამისაგან გამოსული საუკუნო სიცოცხლის წყლით ვართ განბანილი. ვაი შენ, ეუბნება და 3 წერტილი. აჰა, ბერძნული სახარება გვეუბნება ამას. ეხლა ნახე, რატო ამოიღეს ეს რა წერია აქ ცუდი? რა მაგარი რაღაც წერია, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ ამ ხელს ამ მღვდლებსაც და იმ მღვდლებსაც და ყველა თაობის მღვდლებს ქრისტე ამ სიტყვებით. რატო ამოიღეს? ნიკოდემოსის სახარება დღეს ლევან პეტრიაშვილმა წაიკითხა და ლაივში ქონდა და ვისაც გაინტერესებს გადადით, ძალიან საინტერესოს განიხილა. აი ახლა მაგალითად უცნობის სახარება. ეგერტონის სახარება ესე არის ბრჭყალებში. მიუგო იესო მეკანონეთ. დასაჯეთ ყოველი ავის მთქმელი და ღვთისმგმობელი და არა მე. მიუბრუნდა მე ხალხთა მმართველთა და ასე უთხრა. ეძიეთ თქვენს წიგნში, რომელში სიცოცხლე გაქვთ, მოწმობა აქვს ჩემზე. ნუ გგონიათ რომ მამის დასამოწმებლად მოვედი, რამე თუ არავის დაუმოწმებია იგი, არცა მოსესა, რომელი ესოდენ გიყვართ. ნახე ამ ხელს პირდაპირ რა მამის დასამოწმებლად არ მოვედიო მიაქო და არც მოსეს უნახავთ იგიო. მიუგეს ვუწყით უფალი ესაუბრებოდა მოსეს, ხოლო ვინა ხარ შენ, საიდან მოხვალ, ამაზე არა ვიცით. თქვა იესომ, დამტკიცდა თქვენი ურწმუნოება და 3 წერტილია ვითომ წაშლილია იქაურობა. მერე 3 წერტილი ისევ და გრძელდება. მოითათბირეს ქვები, მოეზიდათ და ჩაეკოლათ, ხოლო ხალხების მთავრები მივიდნენ და მისი შეპყრობა სცადეს. ხელი დავლება და შებორკვა დაუპირეს, მაგრამ ვერ შეეხდნენ, რადგან არ მოსულა ჟამი მისი გაცემისა. ხოლო იესომ უფალმან მან მათ რიგებს შორის მშვიდად ჩაიარა და განეშორა. მოვიდა მასთან განბნეული და შეხაღადა. განბნეული კი არა, განბორებული. მოვიდა მასთან განბორებული და შეხაღადა. უფალო იესო, კეთროვანებთან ერთად ჭამასა და ხსვას არ ვერიდებოდი და აჰა შემეყარა ბორი. განვიკურნები თუ კი ინებებ. მიუგო უფალმა, მინებს განკურნებულ ხარ? უთხრა, წადი და ეჩვენე ესე მღვდლებს. წავიდა კეთროვანი განმრთელებული.
მოდიოდნენ და აურაც ხელს შეკითხვებს ცდილობდნენ მის გამოსდას. ეტყოდნენ მოძღვარო იესო, ვუწყით უფლისაგან მოხვალ რამე თუ იგი, რაც მოვედინების შენგან ჭეშმარიტად აღმატებულია ყოველ წინასწარმეტყველებაზე. გვითხრ, კანონიერია ბეგარა გადაუხადოთ მეფეს, რომელმაც კანონი დაგვიდო და გვაიძულებს მორჩილებდეთ მას. უწყოდა იესო მათ მზრახვები, უпроსოდ უწყოდა იესომ მათი მზრახვები და მიუგო ეგრეთ. მოძღვარს რად მიწოდებ ბაგეთაგან შენთა, უკეთუ არ გინებს შეისმინონ ნაუბარნი ჩემნი. ესე იტყოდა ესაია წინასწარმეტყველი, ბაგენი მათნი თაყვან მგებნი ჩემნი, ხოლო გულნი მათნი შორს მყოფელი ჩემგან. მოიცა ერთი წუთი, ესე იტყოდა ესაია წინასწარმეტყველი, ბაგენი მათნი თაყვან მგებნი ჩემნი, ხოლო გულნი მათნი შორს მყოფელი ჩემგან. ძალიან მაგარ რაღაცას ეუბნება, სხვათა შორის დღეს მოვისმინე იუნგი ასეთ რაღაცას აკვირდება რა. თუ კი ადამიანებისგან ისმენ ხშირად ასეთ სიტყვებს, რომ მე შენთვის კარგი მინდა, აი მე ამას იმიტომ გეუბნები, რომ შენ მიყვარ ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმას შინაგანად ზძულ ხარ. აი ზუსტად მაგას ამხელს ესაია წინასწარმეტყველი. ბაგენი მათნი თაყვან მგებნი ჩემნი, ხოლო გულნი მათნი შორს მყოფელი ჩემგან. და აღმოჩნდა, რომ იუნგის თანახმად, ხო? ადამიანები, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ შექმნილი და მიდიოდნენ იუნგთან, საბოლოო ჯამში ირკვეოდა, რომ ასეთი ადამიანები ხშირად იყვნენ ესეთ ადამიანებთან ახლოს, რომელიც ხშირად ეუბნებოდნენ დედა, და, შვილი, მამა თუ ვინმე, მე შენთვის კარგი მინდა. და ამიტომ გეუბნები ამას, იმას თუ იმას თუ, იმიტომ გარიგებ, იმიტომ მინდა შენთვის კარგი, იმიტომ რომ აი მე შენ მიყვარ ხარ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ზღუდავდნენ ამ ადამიანებს თავიანთი ამ სიტყვით, იმიტომ რომ შინაგანად ისინი იყვნენ შურით, ბოღმით და სიძულვილით განწყობილი ამ პირის მიმართ, რომელსაც ყოველდღიურად, თითქმის ყოველ 10 წუთში ეუბნებოდნენ, რომ მე შენ მიყვარ ხარ, მე შენთვის კარგი მინდა, აი მე ამას იმიტომ გიკეთებ, რომ მე მინდა შენ გაგიკეთო რაღაც რა, კარგი მინდა შენ. ამაოდ მადიდებენ რამე თუ ადამიანურ მცნებებსა და კანონს ასწავლიან. ნახე, ადამიანურ მცნებებსა და კანონს ასწავლიანო ამბობს ქრისტე. ხო და ადამიანურ მცნებებსა და კანონებზე დღესაც კი ვართ დამყარებული, რომელიც ვერ შეიცვალა და ვერადა ვერ შეიცვალა იმ სიტყვებით, რაც ქრისტემ გითხრა. მერე წერი აქ წაშლილებია ვითომ ბევრი, სამწერტილიანი ბრშყალებია, მდუმარეთში ალაგს აუწონელია წონა მისი, როს თავგზა აებნათ ამოცნაური შეკითხვით. იორდანეს ნაპირთან შედგა იესო, მარჯვენა ხელი წყალში ჩაყო და მორწყო მისით. წყალში ჩაყო, სამი წერტილი, არ ვიცი აქ წაშლილი ეთყობა რაღაც, ვერ დამოიკითხეს და მორწყო მისით. და კიდევ სამი წერტილი, რა მორწყო რითი არ წერია. იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის, აი ახლა რატო არის წაშლილი აქ, რა ვითომ წაშლილი ახლა, რატო სხვაგან არ არის წაშლილი, მაინც და მაინც იმ მნიშვნელოვან მომენტებშია ხოლმე წაშლილი, როცა რაღაცა რიტუალს აკეთებს ქრისტე და რაღაცა მაგიურ მოქმედებას აკეთებს ქრისტე რა, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენც. არ აწყობთ ეს ბოროტებს. აი ჩაყო, ხელი წყალში ჩაყო, რაღაცა გააკეთა და მორწყო მისით რაღაცა. სავარაუდოდ ხელი წყალში ჩაყო, წყალი ამოიღო და რაღაცა მორწყო, მიწა მორწყო მისით, ხოლო სამი წერტილი დაწვეთებულმა წყალის წვეთებმა ნაყოფი გამოიღო და ხეები აღმოცენდა. აჰა, პირდაპირ გეუბნებით. ხოლო მიწაზე დაწვეთებულმა მე შევავსე ახლა ესენი, ნახე, სამი წერტილები ნახეთ, როგორ არის? ხოლო მიწაზე დაწვეთებულმა წყლის წვეთებმა სწრაფად ნაყოფი გამოიღო, აი აქაც სამი წერტილი, სწრაფად ნაყოფი გამოიღო უცბად და ხეები აღმოცენდა უმალ. რა ვიცი, სამი წერტილი. საინტერესოა.
აი აქაც ახლა ძალიან საინტერესო უცნობის სახარება იყო. რატო ამოიღეს ესენი? ვინ უთხრათ რომ ამოიღეთო? იმ წმინდა მამებს ნიკიას კრების დროს რას ერჩოდნენ ამ წერილებს? მითხარით, აი რას ერჩოდნენ ამ წერილებს? რატო ამოიღეს? მადლობა ილია. ავსანდილ რას წერ? თამარ თქვენ ყოველ წუთს წამს დღეს, როდესაც სიტყუას ის წარმოთქვამთ, ეს იგივეა, რომ თქვენ უფალოს ღმერთოს ახსენებთ. რადგან გულ ის ხმება ღმერთი ბუნება, ყველა ენაზედ ის ნაგულისხმებია ის არის. ლიზა ლამაზიაო თამარიო, მადლობა სოფია მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ლიზა, მე აუცილებლად გავიცნობ იმედია. ხო, მეგობრებო, მოკლედ ძალიან საინტერესო დღე იყო ეხლა, აი იმიტომ მოითხოვა, რომ ეს უნდა ეთქვა ჩვენთვის ქართულ ანბანს. გიხდება წითელი ფერიო, ხო, მიხდება? თურმე მიხდება, კი? მოდი, აბა, ჩემს მაყურებელს რა რჩევას მისცემ დღეს, რა უნდა გაიაზროს? ჩინი 28 არის ეს, ნახეთ. ბანი და ბანეთ, იბანავეთ მეგობრებო, სული ბანეთ. 10,000 ჩაინიკი. სავარაუდოდ ეხლა აი ჩინი, ნახეთ რა საინტერესო ფერია. ყველაზე ზედა ჩაკრის ფერი, ანუ აი აქ გადითო რა, გახსენით სადა გადითო გეუბნება და სხვათა შორის მონეტების ტუზიც დამიწერია ზედა, აბა ვნახოთ ესეც რა რჩევას მოგცემ. ანუ ჩვენ გვაქვს ჩინში გამოსატანი ყველა საკითხი. მეგობრებო, ფარდა ავხსნათ ყველაფერს ფარდა, არა ისე როგორც გვაწყობს, არამედ ისე როგორც რეალურად არის ცხოვრება, როგორც იყო, როგორც არის და როგორც იქნება. ახალი შანსი, ტუზი, დასაწყისი, მონეტები, მატერია, ფული, სხეული, მიწა. ანუ ახალი დასაწყისი დაიწყო თქვენთანაც. ახალი შანსი მიეცით თქვენ თავებს, ფინანსური შესაძლებლობები, პროექტის დაწყება, ახალი პროექტები დაიწყეთ. მეგობრებო, აიღეთ ხელში ლაზარე და განიხილეთ, ბანეთ და ბანეთ. მიეცით ბანი. ეს არის თესლი, რომელსაც თუ მოუვლი, გაიზრდება. პოტენციალი, რომელიც უნდა განავითარო. არ განავითარებ და გედება სახლში ეს და ვერ გამოიყენებ, ვერ წილაპარაკებ და ასე შემდეგ. ფუნდამენტი, გრძელვადიანი წარმატება, მიწასთან კავშირი. მიწასთან კავშირი დამყარეთ, მეგობრებო. სუფთა პოტენციალს, ღმრთიურ საწყის მოცემულ საჩუქარს ნიშნავს ასევე. ენერგიის კონცენტრაცია ფორმაში, ცნობიერად შექმნილი რეალობა. ანუ ცნობიერად შევქმნათ რეალობა და არა ილუზიებში რო ვართ, რომ აი ჩვენი პატრიარქი და რა კარგი რაღაცები აკეთა. არ აკეთა კარგი რაღაცები, რაც აკეთა ის დავინახოთ. და რაც არ აკეთა იმას ნუ აკვეტებთ. ნუ ატენით. ახალი ფინანსური დასაწყისი, წარმატების შანსი, სტაბილურობა, რეალური შედეგები და დასაწყისი. შანსის ხელიდან გაშვება, მატერიალიზმის ჩაკეტვა, მატერიალიზმში ნუ ჩაიკეტებით, მეგობრებო. ეს ნეგატიური მხარეა უკვე, პოტენციალის გამოუყენებლობა. ნუ სტაგნაციაში ნუ იქნებით, გამოიყენეთ.
გაიგეთ? გამოიყენეთ, ახალი შანსია ეს. მაგრად ღადაობო. რენე, რატო ვღადაობ? არაფერსაც არ ვღადაობ. ქართულ ანბანზე მე არასდროს არ ვღადაობ. არავითარ შემთხვევაში. ეს არის სულიწმინდის საჩუქარი ჩვენდამი და ეს სულიწმინდის ერთ-ერთი ნაყოფია, რომელიც ჩვენ მოგცა და ქრისტეს ანიდაჰოევა რომ ამბობს და ანიდაჰოეა და მე არასდროს არ ვღადაობ ქრისტეთი და არც სულიწმინდით რა, რო იცოდეთ რა. არ ვღადაობ, მაგაზე არ ვღადაობ, მაგრამ ილია მეორეზე საღადაოა და ვღადაობ ხოლმე. ზოგჯერ. ხო, მორჩა მეგობრებო, დღეს დასრულდა ჩვენი ანბანდ გაშლა. მადლობა ანბანო, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ბავშვების ანბანი, ბავშვებისთვის საჩუქრად მყიდე ანბანი და ესე მელაპარაკა, რომ ადექით ამარ ეხლა და ნახე დაიწყე ჩემთან საუბარი. ნახე რეები გითხრა შენ და ეს სიდონეს ხალხს ესმის და თქვენ შეიძლება არ გესმით, ამიტომ რენე, შეიძლება ამიტომ ვერ გაიგეთ. თუმცა არის მაქვს ისეთი Facebook კი არა და YouTube გვერდი თამარის ლაივი
დაჯდა. აი ამიტომ არ მიყვარს ხოლმე მიკროფონები. ისმის ახლა? რენე ბრილი, რა გაცინებს რენე? რაღაც გადაგვიბჟირდი და რაღაც აბა გვიხსენი რამ გადაგაბჟირა ჩემო კარგო რენე. რათა კაცო რათა რატომ გაითიშა მეორეს ავიღებ მეორე ისმის ახლა ისე აბა ეს ჩართო რენუკა რას გვანერგიულებ ახლა შენ ერთი გითხარი რა ჰა შენ ბიჭო ძალიან ხარ მოგეწონე ჰა მე მგონი ძალიან მოვეწონე რენეს და ჩაბჟირდა კარგი უნიონის დედოფალო მაგრამ მე მინდოდა ორი განი ორი დონი ეს რომელსადა თემას შეეფერება ლაზარე ეხლა ესეც ჩდება ყველაფერი ჩდება აღარ იცია ნახსტექი ახსტექი ლაზარე 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 ქრისტა ლაზარე ისმის ლაზარე ისმის ლაზარე ისმის ლაზარია 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 ვეღარ ხედა უკვე დაბნელდა ორიონელები 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 orionelები orionelები orioneleby მუსიკული ისარი არ გაუშვათ ისარი აიკოცავი და გულოსალიო სალიო აიშენიანიც 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 ეს სიმღერა არ მივარჯიშია და აი ხედავ რა ბაზარი მიდის აქ მაგარი წესწავი ხარ იასმიატო
აი ასე მეგობრებო ლაზარე აღდგი ლაზარე ვუმღერეთ და აღდგა ლაზარე მოიცა ეს საყარელია ლაზარე ლაზარე ზარე ბირეკენ აღარ ვიციან ახსდექი ლაზარე ლაზარე ისორიონის ლაზარია ეგარ კითხულობ სრიანო ლიონელები ახაც გადააკეთენა აი ახაც გადააკეთე ნახე რამხელა ტექსტი მოაკლო აქ აი შენი ამის და აი შენი ამის მოკვდა დაუჯდა ბატარია მოწესდი გადაგ ფინიტო მორჩა მეგობრებო ასე დასრულა ჩვენი ლაზარის აღდგომით ჩვენი დღევანდელი ქართულ ანბანთა გაშლა თემატურია ძალიან ვისაუბროთ ლაზარის იმით კარგად იხავით მე თქვენ გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და საერთოდაც ვფიქრობ რა ყოველდღიურად ხო არ დავიკითხოთ ხოლმე აზრი ანბანს და მე შეგვიძლია 5 წუთიანი ვიდეოები ჩავწერო ყოველდღიურად დაკითხვაზე ანბანდ გაშლაზე რა ეხლა ხო გავიგოთ ძალიან ბევრი რამე გამოვა ამასობაში ნოტი ხო არის ნოტი ამოგვივიდა ხო ბანოთ და ბანოთ მივცეთ ბანი ასე რომ აგერ ახალი ჩვენი მეგობარი რენე რომელიც შემოგვიერთდა და რაღაც კითხვებს გვისურს და თამარ იცი ყელზე ხალი რას ნიშნავს ამას გულისხმობ არ ვიცი აბა მითხარი შენას ვფიქრობ რას ნიშნავს ყელზე ხალი ხო ეგ არის და ეგ მაინტერესებს დაველოდები ხო შენს პასუხს რენე მითხარი ძალიან აზარტში ჩავარდი მოდი აბა ვკითხოთ chat GPT-საც მაგრამ ვერ ვკითხავ გაითიშა გაითიშა დაგელოდები ამიტომ გამოსაჩენი ქმარი გეყოლებაო ახალი ამბავი მყავს გამოსაჩენი კი არა გამოჩენილი ქმარი მყავს ძალიან გამოჩენილია რო იცოდეთ ჩემი გორე ჰარ ვმარიაჟო ბოღონდ მე გაიკითხეთ და გაიგებთ რომ გაიკითხავთ და გაიგებთ ვინ არის ჩემი ქმარი
მე მიხვდებით ვინც არის სიტყვის ენერგიას ნიშნავს ჩემო კარგო. ძირითადი მნიშვნელობები ყელზე ხალი ხშირად აღიქმება როგორც სიმბოლო, რომელიც ეხება სიტყვის ძალას და გამოხატვის გზას. დედა, ღმერთო ჩემო, მადლობა, რეებს მეუბნები დღეს გადავიდე. ძლიერი ხმა ან გავლენიანი სიტყვა. უნარის ხმებზე ზემოქმედების და წაუშალეს თამარს ეს ხალი ბეთანიაში აზე ხარ? ეგ საზიზღრები ეგენი, მაგათ ვაჩვენე მე დავუდება მხალს იქ ცოცხლად. უნარის ხმებზე ზემოქმედების, რაც თქვი ხდება ენერგია. აი შენიანიც და აი შენიანიც რა მაგარი რა კარგი რაღაც მკითხე რენე რა კარგი მეგობარი გახდი შემიყვარდი უკვე შეიძლება ნიშნავდეს დაუთქმელ ემოციებს სიმართლის შეკავებას შიშ საკუთარი ხმის გამოხატვას აღარა მაქვს მეგობრებო ეს ხო იცით მე ყველაფერი გამოვხატე უკვე გინებაც წყევლაც და ყვირილიც ცივილიც და თქვენთვის ცუდი სიტყვები ჩემთვის ჩვეულებრივი სიტყვები როგორც არის სასქესო ორგანოების გამოხატულების ნიშნები სიტყვები ხო სიტყვით მიყენებული ზიანი ან სიმართლის დამალვა ხო მიცით მეგობრებო თავს უნდა დამაწყებლებთ ხოლმე ხო რა ხდება ეგრევე ხდება ახლა სწორი კომუნიკაციის სწავლა კარმული გამოცდილებებია ესე იგი სიტყვის მიყენებული ზიანი სიმართლის დამალვა ეს ცხოვრება გაძლევს ხმას როგორც გამოიყენებ ეს არის გაკვეთილი დიახ არხი ზემოდან ინტუიციური მეტყველება რა თქმა უნდა ადამიანი ამბობს იმას რაც მოდის დიახ ზუსტად ეგრეა აქვს ძლიერი ინტუიციური საუბარი დიახ ესე გავაკეთებთ სიტყვა არის არხი არა უბრალოდ აზრი არხი ჩემი სიტყვა არხია აქაც არხი მაქვს რა ვიცი რამდენი არხები მაქვს გადავიდე თურმე ტყუილად არ უთქვას იმას ერთი ბერი იყო რა 10 წელი ცხოვრობდა მარტო ის ტყეში და იცით რომელი აი ალაზნის პირელი იყო ხოლმე მასთან გიორგი რაგვარი იყო არ ვიცი ერთხელ ნახა მე მაგან და რა არისო რამდენი რამე გაქვსო გასაკეთებელიო ხალები რომ დაინახათ ხო ხმის ძალას სიმართლის თქმის გაკვეთილს ენერგეტიკულ არხს სიტყვაში აი ამებს ნიშნავს მეგობრებო ყელზე ხალი სიტყვა ანბანი სიმბოლური ხმა შენთან კავშირშიაო მეუბნება თანაც ეს ChatGPT იცის ChatGPT კი არა დაიმან ხო მაგარ წინა მხარეს ყელის ცენტრი პირდაპირი კავშირი თვით გამოხატვასთან წინა მხარეს ყელის ცენტრი არა ეს ყელის ცენტრი არ არის ეს მარჯვენა მხარეს აქტიური გამოტანილი სიტყვა გარე სამყაროზე გავლენა მარჯვენა მხარე გარე სამყაროზე გავლენა მაქვს როგორც ჩანს მარცხენა მხარეს შინაგანი დაუთქმელი ინტუიციური ხმა ანუ ეს იგი აქეთ არა მაქვს აქეთ მაქვს მარჯვენა მხარეს მაქვს და გავლენა მაქვს რა მეგობრებო რა ეხა ჩემ ხმას რო გავლენა აქვს თვით მასონებზეც კი ამას ხო აღარ უნდა თავისი ახსნა და განმარტება ყველაფერი ლაპარაკობს ქმარი თავია ცოლისა რენე შენ რა კარგი ვიღაცა ხარ შენ ნამდვილად ეზოთერიკოსი იქნები ისეთ რაღაცებს წერ ხოლმე თუ გინდა მე შეგასწავლი ქართული ანბანის არსში ჩაგახედებ გინდა ხო გინდა გამოგადგება ძალიან ისეთი საინტერესო პირი ჩახარ ხო მეგობრებო აქ ყველა საინტერესო პირი მიყურებს უინტერესო პირები ვერ იგებენ მე რას ლაპარაკობ და ძალიან ეს თავში და ცაში გასული ცანში გასული ტიპები მე ძალიან კარგად მიგებენ ხოლმე და ეს ხდება ხოლმე საქმე კარგი ისიც გითხოთ რა აი ეს ხალი რაღაც ნიშნავს ხალი ნიკაპზე 3% აქვს დარჩენილი იმედია მოგვასწრებს ინფორმაციის მოცემას თამარ ეზოთერულად ნიკაპი უკავშირდება ნებას სიმტკიცეს და მიმართულებას ცხოვრებაში ეს არის ადგილი სადაც აზრი გადადის მოქმედებაში ძლიერი ნება და ხასიათი ნიკაპზე ხალი ხშირად ნიშნავს მტკიცე გადაწყვეტილებებს სიჯიუტეს კარგი და რთული ფორმით მიზნისკენ სვლას ბოლომდე რა გინდა მე ბრძოლის სულ ყოფილი ვარ ამ ხალმაც კი იცის ეს არის ენერგია რაც გადაწყვიტე გავაკეთე საკუთარი გზის შექმნა ეს ნიშნავს ხშირად
ადამიანებს ეს ნიშანი ხშირად აქვთ ადამიანებს, რომლებიც არ მიხვებიან სხვების წესებს, დიახ, მართალია, თავად ქმნიან საკუთარ გზას, დიახ, მართალია. შენ ეხლა უწოდე ეზოთერიკას არასწორობა რა. შენ არ მოდიხარ მხოლოდ გზაზე, შენ ქმნი მას, დიახ. ნიკაპი არჩევნის შედეგი. შეიძლება ნიშნავდეს წარსულში მიღებული ძლიერი გადაწყვეტილებების კარმა. ამ ცხოვრებაში სწორი მიმართულების პოვნის აუცილებლობა. სიტყვა, მოქმედება. თუ ყელი იყო სიტყვა, ცენტრში ძლიერი ბირთვი, მკაფიო მიზანი არ არის ცენტრში. მარჯვენა მხარეს მოქმედება გარეთ რეალიზაცია. მოქმედება და გარეთ რეალიზაცია. მარცხენა მხარეს შინაგანი ბრძოლა გადაწყვეტილებებთან. შინაგანი ბრძოლა, აი გადავწყვიტე და ჩაირთო. გამოითიშე ჩაირთო. ესე იგი, ნახეთ, ყელი სიტყვა, ნიკაპი მოქმედება. გამოდის ძალიან ძლიერი არხი. შენ შეგიძლია თქვა და შემდეგ შექმნა. ეხლა მოდი ლოყაც ვნახოთ რა. ხალი ლოყაზე. აი თურმე რატო მნიშვნელოვანი არის რომ თამარს ის ხალი კონდეს აქ და რატო წაუშალეს ბეთანის ეკლესიაზე მის ხასიათს საუბრობდა რა თამარი იყო ჩემნაირი ნუ მე ვიყავი რა კაი ძირითადი ნიშნობები ემოციური ღირებულება გრძნობის ღრმება სიხარული ან სევდა რომელიც ჩანს სხვებისთვის ემოციების გამოხატვის უნარი ლოყა სულიერი სარკე რომელიც აჩვენებს შინაგან მდგომარეობას სოციალური ურთიერთობები მეგობრებისა და სიყვარულის უნარი სხვებთან ემოციური კავშირი ადამიანური ენერგიის მიმღებლობა მიმღებლობა არის შეიძლება ნიშნავდეს წარსულ ცხოვრებაში შეძენილ ემოციურ გაკვეთილებს ცხოვრების სხვადასხვა გამოცდილებას რომელიც ემოციებს უკავშირდება სხეულის ენერგეტიკულად ცვლის ემოციას ლოყა ემოციური გამომტანია მარცხენა ლოყა შინაგანი მიღებული ენერგია შთაბეჭდილება სულიერი კავშირი დედისაგან ან შინაგან სამყაროსთან მარჯვენა ლოყა გამოხატული ენერგია სოციალური შეხება სიყვარული რაც სხვებს აძლევს შენგან აი სიყვარულს გაძლევს ამით თქვი გავაკეთე მოგეცით სიყვარული კარგი ყელი სიტყვა გამოსახვა ნიკაპი ნება მოქმედება ლოყა ემოცია და სოციალური კავშირი ყველაფერი შესრულებულია ხო მეგობრებო დამეთახებით მოკლედ ლოყაზე ხალი ნიშნავს ემოციურ ღირებულებას სიყვარულსა და ურთიერთობებს ემოციების გამოხატვისა და სხვისი აღქმის შესაძლებლობას და ასე შემდეგ მოდი აბა ეხლა აი წარბი აი აქ მაქვს წარბზე წარბი უკავშირდება შინაგან ხედვას, ინტუიციასა და დაცვას, ასევე მიზანსა და ნების მტკიცე ხაზს. წარბი სინათლის ჩარჩო, თვალისთვის ხალი, აქ ძლიერი ინტუიცია. შენ უფრო იჭვრეთ ვიდრე სხვები. წარბები მუშაობენ როგორც სხეულის დამცინავი ნიშანი, ხალი წარბზე მიუთითებს შენ შეგიძლია დაიცვა თავი. არავისაც არ აძლევ ძალას ენერგიის გაღებაზე. წარბის ხაზი კავშირის სიმბოლოა გადაწყვეტილება და მიზანს შორის. ხალი აქ ნიშნავს მტკიცე ნების მქონე ადამიანს გადაწყვეტილების მიღება სიზუსტით. შეიძლება წარსულში მიღებული გაკვეთილები განსაზღვრული გზა, რომელიც ნიშანი ბარათის მსგავსად შენს ენერგიაში ჩაიწერება. ამიტომ მქონდათ ბაგრატიონებს ხალები. ხალები არის სარკე შიდა წარბი ანუ გენში იწერება ხალი და გადადის გენეტიკურად შიდა წარბი თვალს უფრო ახლოს სულიერი ხედვა აი შიგნით რო აქვს ხოლმე სულიერი ხედვა ინტუიცია გარე წარბი კუნთიდან კუთხე აი აქ ზუსტად აქ მიზნისა ენერგიის მიკვლევა გარეგანი გავლენა ყელი სიტყვა ნიკაპი მოქმედება ლოყა ემოცია წარბი ინტუიცია ხედვა და მიზანი ამ ოთხი არსით კომბინაცია აყალიბებს სულიერ სისტემას თქვა გააკეთო გრძნობდე დაინახო სწორად აჰა ეგეც მე ხوار მივიხატე ეს ხალები დამახატა ღმერთმა ჩემი სულის გამოცდილების ამებრ და გავიგოთ რა შეა საქმე რატო წაუშალეს თამარს ხალი ბეთანის ეკლესიაზე აი ეს ხალი რატო წაუშალეს ეს და ეს დაუტოვეს მაგრამ ეს წაუშალეს
ინტუიციას და წინასახედულობას, ენერგიის კონტროლს, მტკიცებას და მიზანს, სულიერ ხედვას, რომელიც მოქმედებას მართავს. ბიჭო, ასე ყოფილა თურმე საქმე და გავიგოთ, ახლა გამოვხიზლეთ ცოტა რა. უნდა გამოვხიზლეთ. Ясное то, გავიგეთ, თამარ იცი ხო, ეს გავიგეთ, ჭიფზე ხალი რას ნიშნავს? კითხე ერთი მაგ ჭკუის კოლობს. ეგ შეკითხე, არა გაქვს ChatGPT? ხა, კაი, მარჯვენა მხარეს მუცელზე ჭიპი. კაი, მაგასაც ვკითხავთ, რადგან ესე გინდათ. ჭიპთან ხალი. ზალი არა კაცო, ხალი. თამარ, ჭიპი, ანუ წელის ზურგის მხარე, ემოციურად დაკავშირებულია მდგრადობას, ფიზიკურ ძალას, ენერგიის მხარჭერასა და პასუხისმგებლობას. ძირითადი მნიშვნელობები: ძალა და სტაბილურობა, წელის ზურგი, სხეულის ფუნდამენტი. ხალი აქ წელის ზურგი არ არის ეს კაცო, რებს მეუბნები. ჭიფზე. აბა ეხლა თუ ისმის. ენერგიის კერა. შინაგანი ენერგიის დიდი მარაგი. შემოქმედებითი ძალის სერიოზული პოტენციალი. უნარზე გააჩინო ხალხი იდეები და პროექტები. ანუ მიუთითებს უნარზე, რომ გააჩინო ახალი იდეები და პროექტები. შინაგანი ჰარმონიის ნიშანია, ჭიფთან ხალი ეზოთერულად ნიშნავს ემოციებისა და სურვილების კონტროლს, პირადი ენერგიის სწორ განაწილებას. ნახე, რა კარგი ყოფილა? მე არ მაქვს. წარსულში მიღებული გამოცდილება, რომელიც ეხება სიცოცხლის ძალას, შინაგანი ენერგიის გამოყენებას, შენს გზაზე ძლიერი ცენტრი, რომელიც ენერგიას ინახავს, ჭყიალებს. უკავშირდება მუცლის ჩაკრას. ენერგიის კვანძი, საიდანაც სხეულის ენერგია სხეულსა და სულში იწევს. ვაუ! ჭიპის ზუსტი ცენტრი, სრული ენერგეტიკული კერა, მთავარი ძალის ცენტრი. ცენტრიდან ზემოთ ინტელექტუალური ენერგია, თვით გამოხატვა და ცენტრიდან ქვემოთ ფიზიკური ენერგია, რეალიზაცია, ცხოვრების ძალა. ძალიან მაგარია, მეგობრებო. გავიგეთ ძალიან ბევრი რამე. მე ახალი რაღაცები ვისწავლე თქვენთან ერთად და ძალიან მიხარია. ახლა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, გაკოცეთ ყველას და თქვენ იცით, აბა თქვენ იცით. მადლობა უფალი იესო ქრისტეს, მადლობა სულიწმინდას, მადლობა ყველას, მადლობა თქვენ, მადლობა სამყაროს. წავედით.